დღეს 450-მა პირველ კურსელმა საზეიმო ვითარებაში ფიცი დადო, რომ კეთილსინდისიერად შეისწავლის საზღვაო საქმეს, ღირსეულად გააგრძელებს აკადემიის ტრადიციებს და გაუფრთხილდება მეზღვაურის პროფესიულ ღირსებას. ცერემონია საზღვაო აკადემიის ეზოში გაიმართა. პირველ კურსელთა უმრავლესობა მომავალი მეზღვაურია, ნაწილი საზღვაო მენეჯმენტს ეუფლება. ფიცის დადების ტრადიცია სასწავლებელში რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ წელს აღდგა. პროფესიონალური დღეს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა დავდეთ ფიცი. ეს ფიცი არის იმის შესახებ, რომ ჩვენ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ აკადემიის ტრადიციები და უნდა შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა, როგორც მომავალმა მეზღვაურებმა. ეს ფიცი ჩვენთვის არის ნამდვილად საამაყო და იმედი მაქვს, რომ თითოეული ჩვენგანი შეასრულებს თავის დანაპირს და შეასრულებს თავის ფიცს. საზღვაო აკადემია იმასთან ერთად, რომ ვითარდება სასწავლო პროგრამები, ვითარდება აკადემია, ვითარდება ინფრასტრუქტურა, ჩვენ დავიწყეთ ის წარსულის ტრადიციების აღდგენა, ერთადერთი ეს არის საზღვაო აკადემიის ფიცის დადება. ეს უფრო გააღვიძებს ყველა სტუდენტში, ყველა კურსანტში, აი თავის პასუხისმგებლობას, რასაც თქვა მეზღვაურის პასუხისმგებლობა. ისინი არ ეუფლებიან იოლ პროფესიას, ამიტომ ისინი ყველანაირად მზად უნდა იყვნენ თუ რა შეეჭიდებიან სამოვალოდ მათი მუშაობის კარიერის დროს.